მოდით სანამ უშუალოდ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო იმ ტექსტით, რომელიც გავრცელდა რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების და მთავრობის სახელით. ეს არის ძირითადად მხარდაჭერის, სოლიდარობის და სამძიმრის ტექსტი, რომლის ადრესატიც არის ერთდროულად ირანიც და ისრაელიც. რას იტყვით თქვენ ამ განცხადებაზე? ეს არის რაღაცა სიფრთხილის პოლიტიკის ნაწილი თუ როგორ შეიძლება მოვიკითხოთ აი ამ ტექსტში რაღაცა ორ დაპირისპირებულ ქვეყანას ერთდროულად რომ უცხადებს სამძიმარსაც და სოლიდარობასაც, ხო? გამარჯობა, მივესალმები მაყურებელს, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ TV პირველს, დიდი მადლობა. შეგისმოდათ, მნიშვნელოვანი თარიღი არის და იმედი მაქვს კიდევ მრავალი წელი ვიქნებით მაყურებლებთან ერთად. რაც შეეხება შეკითხვას, საქართველოს პოზიცია ირანის რეჟიმთან დაკავშირებით გამოირჩეოდა არაადეკვატურობით, სამწუხაროდ, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჯერ საკუთარი გენოციდი გვაზეიმეს, გვახსოვს ეს, შემდეგ ამზაანთეს ირანის სფერებში და ზოგადად ეს დამოკიდებულება ქართული ოცნებისა და აიათოლების რეჟიმის ის დადებითი დამოკიდებულება, რომელიც მათ ჰქონდათ მთელი ამ დროის განმავლობაში, არ არის ახალი. ჩვენ გვახსოვს პანაშვიდზე ჩასული საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენ გვახსოვს არაერთი მცდელობა, რომ ეგრეთ წოდებულ 3+3 ფორმატში ირანთან ერთად ყოფილიყო საქართველოს და ძალიან ნათელი არის, რომ ყველა ეს გათვლა იყო სრულიად არასწორი, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ახლაც სრულიად გაუგებარი არის, რატომ გახდა აუცილებელი ამ სამძიმრის წერილის გამოქვეყნება ან ირანთან მიმართებით. ან რატო არ არის ანალოგიური სამძიმრის წერილები ბაჰრეინთან მიმართებით, ქუვეითთან მიმართებით და სხვა ქვეყნებთან, სადაც ასევე დაიღუპნენ ადამიანები ირანის თავდასხმების შედეგად. ანუ აქ სრულიად გასაგები არის, რომ ქართული ოცნებისთვის აიათოლების ავტორიტარული, დიქტატორული, თეოკრატიული რეჟიმი გაცილებით უფრო ახლობელი არის, ამ ყოველ შემთხვევაში იყო ახლობელი, ვიდრე ის დასავლური დემოკრატიები, რომლებთანაც ქართულმა ოცნებამ აირჩია კინკლაობის, დაპირისპირების და ევროიზოლაციის პოლიტიკა. ასე რომ ძალიან სამწუხარო არის, რასაც ჩვენ ვხედავთ და სრულიად გაუგებარი საგარეო პოლიტიკის წარმოება ხდება, რომელიც არანაირად არ ჯდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. კი ბატონო. და გიორგი, სწორედ მოდით ვისაუბროთ ირანში მიმდინარე პროცესებზე. ხამენეის სიკვდილის შემდეგ მისი ჩამნაცვლებელი უკვე აირჩიეს. ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების თვლის, რომ ეს არის, ესე ვთქვათ, აიათოლას რეჟიმის დასასრულის დასაწყისი. ჩვენ ნახეთ მოწოდებები მსოფლიოს ლიდერების, მათ შორის ტრამპიც, რომელიც პირდაპირ მოუწოდებს ირანელ ხალხს, რომ ეს არის თქვენი შანსი, გამოიყენეთ თქვენ ჩვენს გვერდით ვარ და ასე შემდეგ. არ ვიცი, აი როგორ შეიძლება მოვლენების განვითარება, იმიტომ რომ ხამენეის სიკვდილი ბუნებრივი ავტომატურად არ ნიშნავს მისი რეჟიმის დასრულებას. ხომ აი, რამდენად არის დამოკიდებული მათ შორის აი ამ სპეცოპერაციის დასრულება იმაზე, როგორ განვითარდება თავად ირანში მოვლენები? მე ვიტყოდი, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ირანის რეჟიმი 10 წლეულების განმავლობაში აშენებდა რეპრესიულ დიქტატორულ სახელმწიფოს, სადაც ყველანაირად ცდილობდნენ, რომ ადამიანების თავისუფალ ნება ჩაეხშოთ. ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ ის მასობრივი დახვრეტები, რასაც ადგილი ჰქონდა ამ წლის დასაწყისში და ასევე გვახსოვს დონალდ ტრამპის პირობა, რომ დახმარება იყო გზაში. ასე რომ აქ ძალიან აშკარა არის, რომ აუცილებელი იყო საგარეო ჩართულობა ამ ტოტალიტარული რეჟიმის დასამარცხებლად. ჯერჯერობით ბოლომდე არ არის სალსახა, მოახერხებენ თუ არა ამერიკელები ამ სპეცოპერაციის დასრულებას მხოლოდ საჰაერო დარტყმების მეშვეობით. ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ პერიოდში ასევე იყო საჰაერო დარტყმები, ძირითადად ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და ახლა უკვე ჩვენ ვხედავთ ამ სრულ ფართომასშტაბიან შეტევას ირანზე, რეჟიმზე და არანაირად არ არის დამალული, რომ შეერთებული შტატების და ისრაელის სამიზნე არის სწორედაც რომ ამ რეჟიმის ჩამოშლა და ირანის დაბრუნება ნორმალური განვითარების გზაზე, იმიტომ რომ ის თეოკრატიული ტოტალიტარიზმი, რომელიც დამყარდა ამ სახელმწიფოში, არანაირად არ შეესაბამება არც ირანულ კულტურას, არც ირანელი ხალხის ნებას და საბოლოო ჯამში ეს არის ჩვეულებრივი ავტორიტარიზმი, ჩვეულებრივი ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელმაც მიისაკუთრა ძალაუფლება, შექმნა რეპრესიული ძალადობრივი აპარატი და ახლა ისჯება იმ ნაბიჯებისა და ქმედებებისთვის, რაც მათ გადადგეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ქალების
ახალგაზრდების, ჩვენ ვნახეთ მასობრივი დახვრეტები და არანაირი მორალური გამართლება ამ რეჟიმის არსებობას, რა თქმა უნდა, არ შეიძლება კონდეს არც ერთი ადამიანისთვის. ასე რომ აქ ძალიან ნათელი არის რა არის შეერთებული შტატების გრძელვადიანი ამოცანა, მოახერხებენ თუ არა ამ ამოცანის შესრულებას, ეს ძალიან საინტერესო საკითხი არის. ჩვენ ხედავთ, რომ ამერიკელების სამხედრო პოტენციალის დიდი ნაწილი უკვე არის ახლო აღმოსავლეთში, ჩვენ ვნახეთ გაერთიანებული სამეფოს ჩართულობა, ჩვენ ვნახეთ ევროპული სხვა ქვეყნების ჩართულობა, საფრანგეთის მაგალითად და ამ ყველაფერს ემატება ზოგადად დასავლეთის მხრიდან ძალის პროექცირება. რუსეთი კარგავს, უკვე დააკარგა ერთი მოკავშირე ვენესუელის სახით, ისინი კარგავენ საკუთარ მოკავშირეს ირანის სახით და ძალიან მალე, როგორც ჩანს, მათი ბოლო მოკავშირე ლათინურ ამერიკაში, კუბა, ასევე ვეღარ გააგრძელებს რუსეთის მხარდაჭერას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხედავთ, რომ სერიოზული გეოპოლიტიკური ქარიშხალი გვინვარებს და ჩვენთვის, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი არის, რომ ჩვენ გვყავდეს ძლიერი სანდო პარტნიორები. ყველაზე ძლიერი და სანდო პარტნიორი შეიძლება იყოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის კავშირი და აქ ჩვენ ისევ კიდევ ერთხელ ვხედავთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის სრულ ჩაფლავებას, როდესაც ისინი აღრმავებენ ევროიზოლაციას, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და არაფერი რეალურად ჩვენ არ მივიღეთ. პირიქით, ისინი ცდილობდნენ, რომ გაეზარდათ და რაღაც იმედი ჰქონდათ, რომ მოახერხებდნენ აღმოსავლეთი დასავლეთის დერეფნის ჩანაცვლებას, სამხრეთი ჩრდილოეთი, ანუ რუსეთი და ირანი უნდა გამხდარიყო მთავარი ჩვენი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორები. ახლა უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს გათვლა იყო სრულიად დაუსაბუთებელი, სრულიად მცდარი და ახლა უკვე ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რამდენად ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კი ბატონო, და გიორგი, ირანის მოკავშირე ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ამ ვითარებაში? რუსეთზე თქვენ ისაუბრეთ და პუტინის განცხადებაც თუ ვნახეთ, ძალიან ისეთი მოზომილი განცხადება იყო, ხომ, რომელიც გუშინ გავრცელდა, უფრო მეტიც მაგალითად შემდეგ კრემლის პროპაგანდისტების კომენტარებიც გავრცელდა ასევე რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე, სადაც ცოტა შიში ციგრძნობოდა, რომ შემდეგი შეიძლება ჩვენ ვიყოთო, ხო? აი, ჩინეთის როლზეც მინდა კითხოთ ამ კონფლიქტში, რამდენად შეიძლება, არ ვიცი, ჩინეთის მხრიდან მხარდაჭერა ნახოს ირანმა. ჩვენ ძალიან ნათლად ვნახეთ, რომ რუსეთის მოკავშირეობა არაფრის მომტანია. ვენესუელა იყო რუსეთის მთავარი საყრდენი და მოკავშირე ლათინურ ამერიკაში. რამით დაეხმარა? ვერაფრით. მანამდე ჩვენი მეზობელი სომხეთი, რომელიც 10 წლების განმავლობაში, კი ბატონო, იყო რუსეთის მთავარი საყრდენი და მთავარი მოკავშირე კავკასიის რეგიონში. რამით დაეხმარა რუსეთი, როდესაც სომხეთს დაჭირდა დახმარება? არა. ვენესუელას ვერ დაეხმარა, სომხეთს ვერ დაეხმარა, ირანს ვერ ეხმარა. კი ბატონო. ასე რომ აქ ძალიან აშკარა არის, რომ რუსული ძალაუფლება და რუსული გავლენები არის შემცირებული ყველგან, გარდა საქართველოს, სადაც ქართულ ოცნებას აქვს სრულიად არაადეკვატური საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერ შევაფასებთ. რაც შეეხება დუგინის განცხადებას, მე მგონი ეს არის ლამის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დუგინის განცხადება ჯდება გეოპოლიტიკური დაპირისპირების ლოგიკაში. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ნაადრევია იმის საუბარი, აპირებენ თუ არა შეერთებული შტატები სერიოზულად აპირებენ თუ არა შეერთებული შტატები რუსეთთან სერიოზული დაპირისპირების რეჟიმში გადასვლას. ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მთელი ამ დროის განმავლობაში პირიქით ცდილობდა დეესკალაციას და უკრაინაში ომის დასრულებას, თუმცა იმის გათვალისწინებით თუ როგორ ვითარდება მოვლენები და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვხედავთ ავტორიტარული დომინოს ჩამოშლას და ავტორიტარული ღერძების ჩამოშლას, იმიტომ რომ ესეც არ არის პირველი ნაბიჯი. მანამდე ჩვენ გვახსოვს, რომ ისრაელმა და შეერთებულ შტატებმა სრულიად ამოძირკვეს ირანის პროქსი დაჯგუფებები, ჰამასი, ჰეზბოლა, ერაყში არსებული დაჯგუფებები, სირია, რომელიც სრულიად გაიწმინდა პროირანული ელემენტებისგან და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ ხედავთ, რომ აი ეს ღერძი, რომელსაც რუდუნებით აშენებენ ავტორიტარული ძალები, სრულიად არის ჩამოშლილი. ამას კიდევ უფრო მეტად, ცოტა უფრო ზუმაუთი რომ გავაკეთოთ, ემატება გეოპოლიტიკური განზომილება, იყო ეგეთი ბრიქსი, ალიანსი, რომელსაც ამბობდნენ, რომ ეს უნდა გამხდარიყო საპირწონე ნატოსი და დასაგური ალიანსის
და აქაც ჩვენ ძალიან ნათლად ხედავთ, რომ ბრიქსის ქვეყნებმა არაფერი არ გააკეთეს ირანის და ვენესუელის გადასარჩენად. ასე რომ ნებისმიერი საუბრები იმაზე, რომ შემდეგი შეიძლება მართლაც იყოს რუსეთი, დიახ. მე ვიტყოდი, რომ არ არის მოკლებული რეალიზმს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჯერ უნდა, რა თქმა უნდა, შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები ირანში, რამდენად მოახერხებს შეერთებული შტატები და ისრაელი და ახლა უკვე არაბული ქვეყნების კოალიცია და ევროპელები საკუთარი ამოცანების მიღწევას, მე მგონია, რომ მოახერხებენ და უკვე აქედან გამომდინარე ჩვენ ვნახავთ როგორ განვითარდება ეს საჭადრაკო გეოპოლიტიკური პარტია უახლოეს მომავალში. კი ბატონო, ჩინეთსაც ვიკითხე, ბატონ გიორგი, ამ ნაწილზეც ხომ არ შეგიძლიათ რაიმე რომ თქვათ? იგივე თქმა შეიძლება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შორის ჩინეთი უფრო მეტად არის დამოკიდებული ირანულ ნავთობზე, ვიდრე იყო ვენესუელაზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ირანის გადასვლა დასავლურ ბანაკში ჩინეთს იქნება სერიოზული პრობლემა. მე მგონია, რომ პეკინში ძალიან ყურადღებით აკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები ირანში და გარკვეულწილად ეს შეიძლება გახდეს შემაკავებელი ფაქტორი თაივანთან მიმართებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის მთავარი ინტერესი ამჟამად არის კონცენტრირებული ერთის მხრივ ცენტრალურ აზიაში, სადაც ჩინელები ახერხებენ, რომ რუსული გავლენები მნიშვნელოვნად შეამცირონ და მეორე ეს არის უკვე წყნარი ოკეანის რეგიონი და უპირველეს ყოვლისა კუნძული თაივანი. აქაც ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ამერიკელების ასეთმა დინამიურმა გადაწყვეტილებებმა და სწრაფმა და ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა მკვეთრად შეამცირა დაპირისპირების საფრთხე წყნარ ოკეანეში, იმიტომ რომ 10 ჯერ მოუწევს ყველას დაფიქრება, უნდათ თუ არა ამერიკელებთან ახლა დაპირისპირება. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი